საქართველოში ფართომასშტაბიანი პროევროპული დემონსტრაციების 76 დღეს მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე და დაიკავეს გზის სავალი ნაწილი. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილების მოთხოვნები არის უცვლელი ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან გარემოში და პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებიც დააკავეს 28 ნოემბრიდან დღემდე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, ასევე ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ აქ შეკრებილი მოქალაქეები. დემონსტრანტებს შორის არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომელთა გზავნილი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით არის ისეთივე, როგორც გასული დღეების განმავლობაში, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის კონსტიტუციური ნება და მისგან გადახვევა არის უკანონო ქმედება ქართული ოცნების მხრიდან. ისინი ასევე ეხმაურებიან მმართველი პარტიის მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მათივე შეფასებით არის რეპრესიული, ანტიდემოკრატიული და ქვეყანა მიყავთ დიქტატურისკენ. მე ვიდრე აქ მოვიდოდი, დაახლოებით 1 საათის წინ დამირეკეს და დამჯარიმეს მეორე 5000 ლარით, ანუ ჯამში დაჯარიმებული ვარ 10000 ლარით. მუშაობდი საჯარო სამსახურში 11 წელი და პირადად ვიღებდი მონაწილეობას აი იმ რეფორმებში, რაც უნდა დახმარებოდა თუნდაც სამართალდამცავ ინსტიტუტებს და ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ ძლიერი ინსტიტუციები ჩამოეყალიბებიათ, რომლებიც ორიენტირებული იქნებოდა მოქალაქეებზე. ჩვენი ისტორიული არჩევანი არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ჩვენ ამისთვის დავიქირავეთ ყველა ხელისუფლება, ნაციონალებიც და ქართული ოცნებაც და მათ უბრალოდ აი ესე თავისთვის გადაწყვიტეს და გადაუხვიეს ამ გზას. ჩვენ ამას ვაპროტესტებთ, რაც არ უნდა ჯარიმა. ის რომ მე ვდგევარ და ყოველ დღე ვდგევარ, ვიცი რომ უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს. უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს. სახში ვერ გავჩერდები, ვერ მოვისვენე, იმიტომ რომ ის ქვეყანა, როგორიც მე მინდა დაახლოებით რომ იყოს, იმას საერთოდ არ გავს, რაც ეხა ხდება და უსამართლობაზე საშინელება და თავისუფლების შეზღუდვაზე საშინელება მე მგონი არც წყურვილია, არც შიმშილია, არც ცემა. ადამიანი შიმშილობს. ადამიანი, რომელიც ვერც ნაცს ვერ დაარქმევენ, ვერც ქოცვე, ეს ყველა დროს უსამართლობას ებრძოდა და იმ უბრალო ადამიანებისთვის მიხონდა სიმართლე, ხო? და აი ესეთი ადამიანი შიმშილობს და აი მაშინ რას ნიშნავს ადამიანობა, მაშინ რას ნიშნავს ქრისტიანობა, თუ ცოცხალ ადამიანს არ დაუდექით, რომელსაც უჭირს და ავიწროვებს და ჩაგრავს სისტემა. რუსთაველის გამზირზე მანამ სანამ გზის სავალი ნაწილი გადაიკეტებოდა, კვლავ იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მობილიზებულნი, მათ ასევე თან ახლდათ კრიმინალური პოლიციის თანამშრომელთა ერთგვარი კორდონი, რომელიც განლაგებული იყო საკანონმდებლო ორგანოს გასწვრივ. ბოლო დღეების განმავლობაში ვაკვირდებით ასეთ სურათს, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოყავს კრიმინალური პოლიციის დანაყოფები, ეგრეთ წოდებული ნიღბიანი პირები. გუშინ მაგალითად 10 თებერვალს ასეთ შემთხვევას მოყვა დაპირისპირება, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით 6 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით. 2 მათგანი ხელწერილი საფუძველზე გაათავისუფლეს, მათ შორის პარტიის გახარია საქართველოსთვის წევრი ლევან გოგიშაიშვილი. უნებრივია, უცნობია და ჩვენც ვერ შევაფასეთ ძალოვანი სტრუქტურის სამგადაწყვეტილებას, თუ რატომ გახდა საჭირო საპროტესტო აქციაზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მობილიზება. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ამ ფორმით ქართული ოცნება ცდილობს მათ დაშინებას და პროტესტის ჩახშობას, თუმცა ისინი მიიჩნევენ, რომ პროტესტი არ უნდა შეჩერდეს და საერთაშორისო პარტნიორებისთვის უნდა იყოს მკაფიო ქართული ხალხის პოზიცია, რომ ისინი არ შეწყვეტენ ბრძოლას ერთიანი, დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოსთვის.